გამარჯობა, მე თინათინი ვარ და ეს ჩვენი კორეული ენის კუთხეა. მოდი დღეს ერთად ვისწავლოთ კორეული ენის 10 ძირითადი ხმოვანი. გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო და დავიწყოთ. წინა გაკვეთილზე ჩვენ წერის მიმართულების წესი ვისწავლეთ. გახსოვთ? წერთ ზემოდან ქვემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ. ეს არ უნდა შეგვეშალოს. ახლა რაც შეეხება ხმოვნებს. პირველი ხმოვანი არის ა. გამოითქმის ზუსტად ისე, როგორც ქართული ა. იწერება ასე: გრძელი ვერტიკალური ხაზი ზემოდან ქვემოთ და მოკლე ჰორიზონტალური ხაზი მარცხნიდან მარჯვნივ. შემდეგი არის ია, ანუ ას დარბილებული ვარიანტი. იწერება ისე, როგორც ა, უბრალოდ ერთის ნაცვლად ორი მოკლე ჰორიზონტალური ხაზი აქვს. შემდეგ გვაქვს ო. გამოითქმის ოდნავ უფრო გაღებული ტუჩებით, ვიდრე ჩვეულებრივი ქართული ო. წერის სტილი კი ისეთი აქვს, თითქოს მარცხნივ შებრუნებული ა არის. ანუ წერთ ჯერ მოკლე ჰორიზონტალურ ხაზს მარცხნიდან მარჯვნივ და შემდეგ გრძელ ვერტიკალურ ხაზს ზემოდან ქვემოთ. იო მისი დარბილებული ვარიანტია. ანუ წერთ ოს მსგავსად, ოღონდ ორი მოკლე ჰორიზონტალური ხაზით. შემდეგი ხმოვანი გაგიკვირდებათ და ისევ არის ო. ოღონდ ეს გამოითქმის როგორც ჩვეულებრივი ქართული ო. ანუ ის იყო ო და ეს არის ო. იწერება ასე: მოკლე ვერტიკალური ზემოდან ქვემოთ და გრძელი ჰორიზონტალური მარცხნიდან მარჯვნივ. მისი დარბილებული ვარიანტი არის იო. წერთ ორი მოკლე ვერტიკალური ხაზი ზემოდან ქვემოთ და ერთი გრძელი ჰორიზონტალური ხაზი მარცხნიდან მარჯვნივ. აი, კი თითქოს ამობრუნებული ო არის, არა? აქვს გრძელი ჰორიზონტალური ხაზი მარცხნიდან მარჯვნივ და ერთი მოკლე ვერტიკალური ხაზი ზემოდან ქვემოთ. მისი დარბილებული ვარიანტი არის იუ. აქვს მარცხნიდან მარჯვნივ ერთი ჰორიზონტალური და ორი ვერტიკალური ხაზი ზემოდან ქვემოთ. ოდნავ უცნაურად წარმოსათქმელია. თითქოს უნდა თქვა ი, მაგრამ შუა გზაში აჩერებ და ამბობ ი. დაწერით კი გვაქვს გრძელი ჰორიზონტალური ხაზი მარცხნიდან მარჯვნივ. და ბოლოს ი, ჩვეულებრივი ქართული ი. და ვწერთ გრძელი ვერტიკალური ხაზი ზემოდან ქვემოთ. გაითვალისწინეთ, რომ ი და ი არ რბილდება. აი ესე, სულ რამდენიმე წუთში 10 ძირითადი ხმოვანი უკვე ვისწავლეთ. ისე თქვენ რომელი მათგანი მოგეწონათ ყველაზე მეტად? მაგალითად, მე იუ მომწონს. იცოდით, მას ხშირად ტირილის ემოჯის ფუნქციაც აქვს, რადგან ის ორი ვერტიკალური ხაზი ცრემლებს გავს. ხო და თუ ეს ვიდეო ბოლომდე ნახე, მაშინ კომენტარებში დამიწერე ეს ემოჯი. ბოლოს კი თუ გინდათ რომ ერთად ვისწავლოთ კორეული, არ დაგავიწყდეთ, მოიწონოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი, დამიტოვოთ კომენტარები და შეხვედრამდე. Fighting!